და ნუ ამ კითხვას რაც შეეხება, კითხვამდე მინდა რა არ შემიძლია რომ არ გამოვეხმაურო იმ სრულიად უღირსი ადამიანის განცხადებით, ვისაც გაუშვეს საქართველოს, ის ვიღაცა დარახველიძე და ეს სუბიექტი, მე მინდა შევახსენო ყველა თქვენს მაყურებელს და სრულიად საქართველოს, რომ ზუსტად ამ ორი სუბიექტის უშუალო დავალებით, აი ამ სუბიექტის გაცემული ბრძანებით აღსრულებას აკეთებდა ეგ ვიღაცა უღირსი დარახველიძე ადამიანების წამებას, ცემას, სახელმწიფოს სახელით და ძარცვას. და ეს მე რაღაცის მოყოლის არ ვამბობ, ამას მე პირადად ვამბობ და აუცილებლად მიმართავთ და მიმართული აქვს საქართველოს მოქალაქეების ძალიან დიდ ნაწილს და ეს არსად არ დაიკარგება ის ბრძანებები, რომელიც მათ შიდა დაზღვეული და დაცული საკომუნიკაციო არხებით ტრიალებდა ადამიანების ცემაზე, ჩვენს მოწამვლაზე, დარბევაზე და აუცი კიდევ 1000 უმსგავსობაზე, რომელსაც ესენი სახელმწიფო სახელით აკეთებდნენ, არ დარჩება პასუხი გაუცემელი. ამიტომ პირველ რიგში ხაზგასმენდა, რომ ერთი უღირსი სუბიექტი მეორე სრულიად უღირს დამნაშავეზე რო აკეთებს განცხადებას კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის როგორც აი ამ რეპრესიების ხერხლისთვის და ამ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ვისაც ისინი ესე ცდილობენ რომ ახლა გაეროს ტრიბუნიდან წარმოადგინონ და ისინი არ წარმოადგენენ არაფერს. ეს ერთი. მეორე ნაწილი ამ თემაზე, ამ ფასების რაღაცა, ეს უკვე ძალიან რთული და მძიმე კომედიურ სერიალში გადაიზარდა დღევანდელი განცხადებით, ანუ ეს ადამიანი, რომელიც თავის თავს რაღაც პრემიერს უწოდებს, ესე იგი გამოდის, რომ ამბობს, რომ არაფერი არ ჰქონდათ შესწავლილი და ახლა იწყებენ უბრალოდ შესწავლას და აპრილამდე არანაირი ინფორმაცია არ ექნებათ. მაშინ რას ემსახურება ეს ატეხილი ისტერია, ვითომ რაღაც ფასების გაზდაზე და შემცირებაზე უფრო სწორედ, იმიტომ რომ ფასები რომ მაღალია თუ არა მაღალია, ეს ცალსახად არის მოცემულობა, არის ფაქტობრივი მდგომარეობა, რომ მაღაზიაში რაღაცა კონკრეტულ პროდუქტს აწერია რაღაც კონკრეტული ფასი. ის მაღალია თუ დაბალია, ექვემდებარება კონკრეტულ შესწავლას, ეს ინფორმაცია დაფარული არ არის, ეს ინფორმაცია სახელმწიფოს ხელში არის, ანუ ეს კონკრეტული პროდუქტი, არის ის ნაწარმოები ადგილზე თუ არის იმპორტით შემოტანილი, რა გზასაც გადის, შესაბამის სახელმწიფო უწყებებში, ამ შემთხვევაში საგადასახადო უწყებებში სრული ციკლით არის წარმოდგენილი. და შესაბამისად თუ რომელიმე მეწარმეს აქვს სურვილი რომ ამ კონკრეტულ პროდუქტზე კონკრეტული ფასთან გააკეთოს, ეს არის თავისუფალი დემოკრატიული პროცესი. არ არის შესაძლებელი ფასებზე რაღაცა ვიღაცის სუბიექტურად ხელოვნურად დიდი დააღოს, თუ ამას არ აქვს ხელშეწყობა ცნობილი ოლიგოპოლიური ან მონოპოლიური საქმის კეთების სტილით. ხოლო მონოპოლიების და ოლიგოპოლიების კონტროლი და გადამოწმება არის სახელმწიფოს და სამსახური ვალდებულება, ამისი შესაბამისი სამსახურები არსებობს და შესაბამისი კვლევებიც ამაზე ატარებს. თუ ეს კვლევები არ ქონდა ჩატარებული დღემდე და აქ ამდენი ხანი რაღაცა შოუები დადგეს და დღეს გამოდის და ამბობენ რომ ეს აპრილამდე ესენი გააგრძელებენ შესწავლას, რა აუცილებელი ამაზე საუბარი? ეს ხო ჩვეულებრივი საქმიანობაა ანტიმონოპოლიური თუ კონკურენციის სააგენტოს. ამისთვის ბიუჯეტიდან ძალიან დიდი თანხაა გამოყოფილი ამ სამსახურს, ძალიან დიდ ხელფასს იღებენ ადამიანები, ვინც იქ არიან დასაქმებულები და კი ბატონო. მაშინ რას ემსახურება ბატონ ნიკოლოზ? ეს ერთგვარი რაღაცა ესე ვთქვათ პიარული გათვლაც არის, რომ მთავრობამ გვაჩვენოს, რომ საუბრობთ და ვწუხართ და ვიკვლევთ იმას, რაც აწუხებს ამ ქვეყნის მოსახლეობას. ამაზე შეიძლება იყოს გათვლა და არა მიზანი, რომ რეალურად მოაგვარონ ეს პრობლემა, იმიტომ რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, არსებობს სახელმწიფო უწყებები, რომლებიც თავიდანვე უნდა არეგულირებენ და შეისწავლიდნენ ხომ ამას იქ რაღაცა კარტელურ გარიგებასთან გვაქვს საქმე, მონოპოლისტურ ბიზნესთან თუ ასე შემდეგ. აი ამის აფიშირება, დემონსტრირება ეს რაღაც სამთავრობო კომისიები როგორ შეიძლება მაშინ აღვიქვათ? აი თვითონვე პასუხობენ აი ამ კითხვას, აი ამ განცხადებით, რაც ახლა თქვენ გაუშვით ეთერში, თქვენ მაყურებელს მოასმენინეთ. ეს არის ზუსტად იგივე პასუხი, თვით ლუსტრირება, რომ აი ემსახურება არაფერს, უბრალოდ გამართლებას მათი კორუფციული არსებობის ყოველდღიურობის, რომ ვითომ ისინი რაღაც ძრუნავენ, ეს არის ძალიან იაფასიანი, არაფრის
ძალიან მოკლევადიანი გადაგორების პოლიტიკა, ინფორმაციის რაღაც სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხების გადასაფარად იყო ამისთვის დაწყებული და უბრალოდ რაღაცა თამაში გავიდა. ეს დღევანდელი განცხადება არის დადასტურება იმისა, რომ ეს არის სრულიად არაკომპეტენტური, არა საქმიანი გადაწყვეტილებების გამართლებისთვის გამოტანილი რაღაცა თემა, რომელმაც რეალურად არანაირი ეფექტი არ გამოიწვია. უბრალოდ ბაზარი ააფორიაქა, გარკვეულწილად თითი დაუქნიეს ბიზნესებს, იმიტომ რომ იმ არასწორი პოლიტიკის გამო, რომელიც წლების მანძილზე დაგროვდა, იმ უგზო-უყლოდ და უპასუხისმგებლო დიდი კორუფციის გამო, რომელიც ასევე დაგროვდა, გაფრთხილება მისცეს მეწარმეებს, ამ შემთხვევაში სხვილ ბიზნესებსაც, რომ მათ ილუზიაც კი არ გაუჩნდეთ, რომ სხვა რამეზე დემოკრატიულ გამოსავალზე იფიქრონ და ისინი ამ თამაშის წესებს უნდა დაემორჩილონ და უბრალოდ ახალი თამაშის წესები ამცნეს, რომ ჩვენ რეპრესიების მანქანას უფრო კარგად მოვქოქავთ. მეც აბსოლუტურად არაფერს არ ექვემდებარება ეს ყველაფერი, არანაირი კავშირი არ აქვს მეცნიერებასთან, საქმიან მიდგომებთან, რეალურად მოსახლეობაზე ზრუნვასთან. იმიტომ რომ ფასები დიახ მაღალია, იმიტომ რომ ჩვენ თუ და ვიხემძღვანელებთ არა ამ ბიუროკრატიული სუპერ უმაქნისი და არა კომპეტენტური ორგანიზაციების მიერ გაკეთებული ნარატივებით, რომელსაც მე ეს ადამიანი დგას და რაღაცა ვიდეოებს წერენ. გასაგებია, რომ მას არ ესმის ეკონომიკა და არითმეტიკა და არ არის მისი, ასე ვთქვათ, ძლიერი მხარე. მაგრამ ვინც ამ ინფორმაციას აწვდის, ატყუებენ უბრალოდ ძალიან ბრუტალურად, ძალიან დამცინავად ატყუებენ საკუთარი გუნდის წევრები და ესეც კიდევ დიდი პრობლემაა ამ ჩვენი ქვეყნისთვის. და ამ ტყუილს მაგრამ უხუეთ, მარტივად რომ ვთქვათ, რა საქართველოში ცხოვრების დონე 130%-მდე აღემატება გერმანიაში ცხოვრების დონეს. ეს განაკვეთი 120%-ით აღემატება დიდ ბრიტანეთში ცხოვრების დონეს. პოლონეთში ცხოვრების დონეს 45%-ით. ჩვენს უახლოეს მეზობლებში თურქეთთან 25%-ით და იგივე სომხეთში და აზერბაიჯანსაც რაღაც 20-25%-ით. ეს ციფრები მე მომყავს, ჩემი მოგონილი არ არის. ძალიან ავტორიტეტული საერთაშორისო კოლევითი ორგანიზაციების მხრიდან. ეს კონკრეტული მონაცემები არის ნუმბეოდან გამომდინარე. არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი კვლევები საჯარო, რომელიც არის სანდო და საიმედო და რეალურად ციფრებიდან გამოდის. იხელმძღვანელო ამ ციფრებით. ჩვენთან ფასები არის მაღალი, იმიტომ რომ საშუალო შემოსავალი და მასიურად მოსახლეობის 80%-ისთვის შემოსავალი არის ძალიან დაბალი, ნებისმიერი ცივილიზებული დემოკრატიული სახელმწიფოებთან შედარებით. იმიტომ რომ ეკონომიკური ეკონომიკა და ქვეყნის პოლიტიკა არის არასწორად მართული რაღაცა არაკომპეტენტური ადამიანების მხრიდან. პრობლემა არის ეს, ფასები დარჩება ყოველთვის მაღალი, თუ ეს ფუნდამენტური საკითხები არ გადაიხედება. თუ იქნება ესეთი კორუფცია, თუ იქნება ესეთი არაინკლუზიური ეკონომიკა და იქნება ესეთი ექსკლუზიური ეკონომიკა. ამიტომ პრობლემა არის ის და არა დახლზე რაღაცა ერთ კონკრეტულ პროდუქტზე რაღაც ფასი რა. აი სწორედ ეს მინდოდა ბატონ ნიკოლოზ, ეხლა რომ თქვენთვის მეკითხა, პრინციპში თქვენ თავადვე მიხვედით საუბრისას აი ამ თემამდე და რას გულისხმობ, არ ვიცი, შეიძლება ბევრისთვის ცოტა პოპულისტურადაც ჟღერდეს ეხლა ჩემი შეკითხვა, მაგრამ აი როდესაც კობახიძე ამბობს, რომ რაღაც კონკრეტულ მარკეტებში, არ ვიცი, კონკრეტული პროდუქცია ღირს ძალიან ძვირი, მათ შორის ევროპასთან შედარებით, ჩვენ მისი ვიდეოც ვნახეთ, სადაც აი ამ ფასებს ადარებდა და წუხდა, რომ აი ბრინჯი რატომ ღირს 80%-ით ძვირი საქართველოში და ასე შემდეგ. აი რამდენად შეუძლია მთავრობას, რომ აი რაღაცნაირად აქცენტი კონდეს არა მაღალ ფასებზე, არამედ დაბალ შემოსავალზე. აი კონკრეტულ მარკეტზე როდესაც საუბრობთ, თუნდაც არ ვიცი, სადაც ერთი კონკრეტული პროდუქცია ღირს ძალიან ძვირი და იმ მარკეტში დასაქმებული პირის ანაზღაურება არის ძალიან დაბალი. ანუ აი რამდენად შეიძლება, არ ვიცი სწორად ხსნი თუ არა, ეხლა ისი კითხვა მინდა, რამდენად შეიძლება მთავრობა დაინტერესდეს იმის, რომ აი კონკრეტულ მარკეტში მაგალითად კონსულტანტი რომ მუშაობს, რომლის ანაზღაურებაც არის ძალიან მიზერული და ის ძალიან ბევრ საქმეს ასრულებს იმ ქსელურ მარკეტში, ანუ რაღაც აი ამით დაინტერესდეს და აი ამაში ჩაერიოს, რამდენად აქვს სახელმწიფოს ამის უფლება და არა იმის გარკვევა კონკრეტულად რატომ ღირს, არ ვიცი, ზეთი თუ კვერცხი შედარებით უფრო ძვირი. ანუ რა ფასად შეთავაზებს მარკეტი, რომ ამის ყიდვის უნარი ჰქონდეს მომხმარებელს, ამაზე ვაკეთებ აქცენტს.
კი, რა თქმა უნდა, დავიწყოთ იქიდან, რომ სახელმწიფოს პავლე მოციქულის ცნობილი სიტყვებია, რომ ყველაფერი ნებადართულია, თუმცა ყველაფერი სასარგებლო არ არის ჩემთვის. და ზუსტად ეკონომიკური თეორიას და კაცობრიობას ესე განვითარდა, ერთხელაც თქვი და კიდევ გავიმეორე ყველა მისთვის, რომ წელს 250 წელი უსრულდება ადამ სმითის ცნობილ ნაშრომს ადამიანების სიმდიდრე, ხო, Wealth of Nations. სადაც საიდანაც წარმოვიდა ცნობილი ფრაზა უხილავი ხელის შესახებ, რომელიც აკონტროლებს ბაზარს. ანუ ბაზარს აკონტროლებს მოთხოვნა და მიწოდება და აი ამ ორი მთავარი ფუნდამენტური არსის ეკონომიკური ინსტრუმენტის საქმიანობა თანხმედრა ამ ყველაფერი ჩვენი ეკონომიკის საფუძველზე. დიახ, ლოდიში გავასწორებ რაღაც კაცრავად. კი ბატონო. მცირე ტექნიკური ხარვესი გვაქვს კამერასთან დაკავშირებით დაუბრუნდებით ბატონ ნიკოლოს და გავაგრძელებთ მასთან ინტერვიუს. ამ ნაწილში სახელმწიფო შეუძლია თქვას, რომ კი, მას აქვს თეორიულად უფლება და თავს უფლება მისცა, რომ მშვიდობიან ადამიანებზე გამოიყენა პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი და დღისით და კამერების თანდასწრებით და პირდაპირ ეთერებში ფიზიკურად იძალა და საკუთარ მოქალაქეებზე და ეს მოძალადე გააგზავნა გაეროში სასაუბროდ, ხო? ანუ ამ უფლებრივ ჭრილში თუ ვიმსჯელებთ, რა თქმა უნდა აქვთ, მაგრამ სასარგებლო ეს არ არის, ესე არ ხდება ჯანსაღ ეკონომიკაში ეს ყველაფერი და თქვენ კარგ თემას შეეხეთ, აი ამ ზეწოლით, ეხლა ისინი რასაც აკეთებენ, რომ ცდილობენ, რომ ფასები დაარეგულირონ, რეალურად კიდევ უფრო ხელშეუწყობენ შეამცირონ ადამიანებისთვის შემოსავლის მიღების საშუალება. იმიტომ რომ აი ამ ორგანიზებული მაღაზიების ქსელებს, რომელსაც ესენი ეხლა ვითომ თეორიულად უტევენ ფასები რომ შეამცირონ, მათი რესურსი ფასის შემცირების გადის ზუსტად იმაზე, რომ მათ კიდევ ერთხელ გადახედონ და შეუმცირონ ისედაც დაბალი შემოსავალი მათ თანამშრომლებს, უფრო მეტად შემცირდნენ ზომაში, ანუ დაკეტონ უფრო მეტი მაღაზია, ვიდრე ისინი ეს ოპერირებენ და ეს არ დაგვაუწყდეს, ეს არის დიდი ღირებულებითი ჯაჭვის ნაწილი. ეს მაღაზიების უმეტესობა, ვისაც იჯარით აქვს აღებული, ეს დიდი ქსელებია, ისინი თუ დაკეტავენ ამ იჯარებს თუ მოიჯარეს სწორი ტერმინი, რომელიც ანუ მფლობელებს ამ ფაქტებს გაუქრებათ ის შემოსავალი, რომელიც რეალურად ეკონომიკიდან ამოვარდება. არგია თუ ცუდია ეხლა ეს როგორც მუშაობთ, ხო ეს არის ფაქტი, მოცემულობა და ამაზეა დაფუძნებული ის ორნიშნა დიდი ეკონომიკური რაღაცა ზდას რო გვატყუებენ ამ ნაწილზე. მაგრამ არ დაგვაუწყდეს კანონით ეხლა სახელმწიფო რითიც ხელმძღვანელობს არის 20 ლარი მინიმალური ხელფასის მოცულობა. ანუ კანონის დარღვევის გარეშე ამ დამსაქმებლებს შეუძლიათ 20 ლარად ამუშაონ ის ადამიანებიც. ჩვენ აქ უკვე საუბრობთ არა ეკონომიკური ნაწილზე, არამედ ბიზნესის კეთების ეთიკურ შეფასებებზე, რაზეც სახელმწიფო ამაზე ვერ დააწესებს და როგორც წესი ის რაღაცა მინიმალურად ერეოდეს რეგულირებით, რომ საშუალება მისცეს ბაზარმა მოთხოვნა და მიწოდებამ საზოგადოების ეთიკური დაკვეთის შესაბამისად და ბიზნესმა შექმნას ეს ღირებულება, მაგრამ სახელმწიფომ უნდა შექმნას კონკურენტული გარემო. ის უნდა ჩაერიოს რეალურად მონოპოლიური, ოლიგოპოლიური კარტელების გამოვლენაში, რისთვისაც ძალიან დიდი დრო ჰქონდა და თუ რამე ეჭვი აქვს, ამის წინასწარ აფიშირება არ არის აუცილებელი. ყველა რესურსი აქვს, რომ ეს შეისწავლონ და შესწავლილი ფაქტებით გვესაუბრონ. ამიტომ ნაკლები პოპულიზმით თუ დაკავდებიან და რეალურ საქმის კეთებას დაიწყებენ, ეს იქნებოდა კარგი. მაგრამ კითხვა არის მთავარი, მათ შეუძლიათ მათ რეალური საქმის გაკეთება? აი ეს არ არის რიტორიკული კითხვა, ეს უკვე ფაქტებზე დაფუძნებული. ბატონ ნიკოლოს, ხელოვნური მანიპულაციები რამდენად შესაძლებელია რომ მოხდეს ფასებზე. აი მაგალითად დღეს რომ ვუსმენდი ბიზნესის წარმომადგენლების და მწარმოებლების ამ შემთხვევაში კომენტარებს, იქ იყო რაღაცა კომპანია კოდას და ასე შემდეგ, სხვადასხვა ხომ, ადგილობრივი მწარმოებლები ვინც არიან, ამბობდნენ რომ ფიზიკურად ვერ დაიკლებს ეს ფასი, რაღაცა ფასნამატიც ძალიან მცირე გვაქვს და ასე შემდეგ. აი ხელოვნურად, ანუ იცით რა გულისხმობ, ხო? აი რა ღონისძიებასაც ეხლა აკეთებს და ატარებს ხელისუფლება და ეს სამთავრობო კომისია, ანუ ამას მოქალაქე როგორ იგრძნობს? აი აპრილის ბოლოს დავასრულებთ მუშაობას, რომ ამბობენ, აი როგორ უნდა ვიგრძნოთ? არის გაზაფხულზე რო შევალ მარკეტში, საერთოდ სხვა ფასები დამხდება, მთავრობა ჩაერევა და ხელოვნურად დააწევინებს კვერცხის და რძის და ზეთის ფასს, ანუ აი როგორ ხდება ეს?
მოკლე კი პასუხი ამ კითხვაზე არის, რომ მოქალაქეები ამას იგრძნობენ გაცილებით უფრო მტკივნეულად, ვიდრე ახლა გრძნობენ. ეს იქნება შეზღუდული კონკურენცია, გაუარესებული ხარისხი და უფრო გაზრდილი ფასი. შეიძლება ის ფასის მაჩვენებელი დღეს თუ სიტყვაზე რაღაცაზე 10 ერთეულია, მაგალითად ამ დაჟინებული მზერით გახდეს 8 ერთეული, მაგრამ რასაც თქვენ დღეს ამ ერთეულში შეიძენთ ხარისხობრივი და თვისობრივი მონაცემებით, იმ 8 ერთეულის უკან ეს იქნება განახევრებული და რა ვიცი, კიდევ უფრო დაახლოებით 10% იმ ხარისხის და ამ ნაწილს. ამიტომ ეს არის როგორც იცით, გაცხადებული სიკვდილის ქრონიკაა, რაც გააკეთეს. აპრილში თუ რამე შეისწავლიან, იმედია რომ ჯერ მართლა შეისწავლიან და შესწავლის გაანალიზებული შემდეგ გამოვიდნენ. მანამდე ეს ხელს შეუშლის კიდევ პირველ რიგში ადგილობრივ წარმოებას, იმიტომ გაიზრდება დაბალფასიანი იმპორტი, გაიზრდება კორუფცია ამ ნაწილში და უფრო დააზიანებს ადგილობრივ წარმოებელს, დააზიანებს ადგილობრივ მომხმარებელს ბევრად და გაზრდის კორუფციას. ეს არის 100%-იანი სიზუსტით, რითიც მათ შეგვიძლია საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით.